ჰაასის ფრანგი მრბოლელის ესტებან ოკონის მშობლები იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ ფორმულა 1-ში თავიანთი შვილის კარიერის დასაფინანსებლად საცხოვრებელი სახლის გაყიდვა მოუხდათ. ეს კი მაშინ, როდესაც ოკონის ზოგიერთი კონკურენტისთვის მდიდარი მამიკოები F1-ის გუნდის სრულად შესყიდვაზეც არ ეხებდნენ უკან. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ფორმულა 1-ის ყველაზე მდიდარ და ღარიბ პილოტებზე მოგიყვებით. ისეთებზეც კარიერის დასაწყისში რომ არაფერი ებადათ და ისეთებზეც მდიდარი და გავლენიანი მშობლების იმედები რომ გაამართლეს. არ ინერვიულოთ, ისეთ უნიჭო მრბოლელებსაც არ დავივიწყებთ ოლიგარქების დოლარებმაც რომ ვერაფერი უშველათ. თუმცა მანამდე კვლავ ესტებან ოკონს და ფორმულაში გადადგმულ მის პირველ ნაბიჯებს უნდა დავუბრუნდეთ. ავტოსპორტის უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად, მხოლოდ ტალანტი რომ საკმარისი არაა, ეს თქვენს ძალიან კარგად გეცოდინებათ. ფორმულა 1-ის ბოლიდის მორგებას ნიჭთან ერთად ცოტა ოდენი იღვალი და ძალიან მყარი ფინანსური ზურგიც სჭირდება. მათ, ვისაც ფორმულა 1-ში მოხვედრის სირთულეებზე ჯერ არაფერი ხსმენიათ, გირჩევთ ამ ვიდეოს შემდეგ ჩვენს ძველ სიუჟეტსაც ჩაუჯდეთ. ახლა კი თავარი თემა განვაგრძოთ. მოკლედ ასეა. ავტოსპორტის უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად მშობლების ჭრდილს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა სხვანაირადაც მომხდარა. მოდით, ორი სიტყვით ფორმულა 1-ის ორ რეკორდსმენ ჩემპიონსაც გავიხსენებთ. ამ შემთხვევაში მიხაელ შუმახერსა და ლუის ჰამილტონს ვგულისხმობთ. მათ სიმდიდრე მემკვიდრეობით ნამდვილად არ გადასცემიათ, თუმცა თავდაუზოგავი შრომითა და ფენომენალური ნიჭით ფორმულა 1-ის მწვერვალი მაინც დაიპყრეს. მას შემდეგ, რაც მათ რთულ წარსულზე მოგიყვებით, დარწმუნებულები ვართ, თქვენს კერპებს კიდევ უფრო მეტად დააფასებთ. იქამდე კი ცოტას ვიდეოს დასაწყისში ნახსენებ ფრანგ პილოტზე მოგიყვებით. ეს საფრანგეთის პატარა ქალაქი ევროა, სადაც ესტებან ოკონი დაიბადა. წარმოიდგინეთ ოჯახი, რომელშიც მამა უბრალო მექანიკოსი გახლდათ. დედა კი პატარა ავტოფარეხს ფლობდა. მიუხედავად მოკრძალებული სოციალური სტატუსისა, ესტებანს რბოლა სურდა და მშობლებიც შვილის ოცნებებისთვის უკან დახევას არ აპირებდნენ. როგორც ვიდეოს დასაწყისშივე აღვნიშნეთ, მათ წარმოუდგენელი მსხვერპლი გაიღეს და საკვალიფიკაციო რბოლების დასაფინანსებლად ერთადერთი საცხოვრებელი სახლი გაყიდეს. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ მოგვიანებით უკვე შემდგარი პილოტი მათ თავის ცხოვრებაში საუკეთესო ადამიანებად მოიხსენიებდა. ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა. ფორმულა 1 ყველაზე ძვირად ღირებული სპორტია, რომელშიც შეიძლება მონაწილეობა მოინდომო. ოკონის მშობლები ამ გარემოებას კარგად იაზრებდნენ და იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ მათ საკმარისი ფინანსური რესურსიც ჰქონდათ. უბრალოდ ამისთვის თავიანთი საცხოვრებელი სახლი უნდა გაეყიდათ. ლორან ოკონმაც გიჟური გადაწყვეტილება მიიღო. შვილმა კი იმედები და მასზე გაცემული ავანსები გაამართლა. მათ გაყიდეს ავტოფარეხი, სახლი. რეალურად ეს ორი ჩვენთვის ერთი და იგივე იყო. ეს იყო ის ადგილები, სადაც გავიზარდე. გამოდის, რომ მათ თქვენი სარბოლო კარიერის მხარდასაჭერად ყველაფერი გაყიდეს. დიახ, ასეა. ოკონის მშობლების საცხოვრებლად კარავანში გადავიდნენ და ამ კარავნით რბოლებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდნენ. მიზანი ნათელი იყო. მათ თავიანთი შვილისთვის შანსი უნდა მიეცათ. იყვნენ ბავშვები, რომელთაც სარბოლო გუნდებში ყოფნის ფუფუნებაც კი ჰქონდათ. ისინი იცნობდნენ მექანიკოსებს და სხვადასხვა ტიპის ძრავებზე ვარჯიშობდნენ. მე ერთი ძველი ძარა და ორი გამოყენებული ძრავა მქონდა, რომელთაც დიდი სიფრთხილით ვარჩევდით. ტესტირებებისთვის საბურავებსაც კი ხელახლა ვამუშავებდით. ზოგჯერ ნაგავს აყრელზეც მივდიოდით, ან სხვა ბავშვების საბურავებს ყიდულობდით. თავდაუზოგავი შრომისა და მოთმინების ხარჯზე ესტებანმა დასახულ მიზანს მიაღწია. ახლა ჩვენ WSK-ის ევროპის სერიებს ვადევნებთ თვალს.
მართალია ამ რბოლებში ოკონმა მარტივად ვერ გაიმარჯვა, თუმცა სოლიდურ მეორე ადგილს დასჯერდა. არ გაგიკვირდებათ და ამ შემთხვევაში ჩემპიონატის ლიდერობა მომავალ მსოფლიო ჩემპიონს მაქს ფერსტაპენს დარჩა. ოკონისგან განსხვავებით, მაქსისთვის წარმატების მიღწევა ისეთივე რთული არ ყოფილა. შეშლილი მაქსის მამა, ჯო ფერსტაპენი, ფორმულა 1-ში ასპარეზობდა, თუმცა შვილისგან განსხვავებით, ჩემპიონი არასდროს გამხდარა. მართალია, საუკეთესო ვერ გახდა, მაგრამ უფროსმა ფერსტაპენმა ფორმულა 1-ში საკმარისი თანხა გამოიმუშავა იმისთვის, რომ შვილისთვის ფინანსური დაბრკოლებები ჩამოეშორებინა. ამის მიუხედავად, მაქსის შემთხვევა თითქმის არაფერია ჩემპიონატის სხვა გაცილებით უფრო მდიდარი მამიკოს შვილებთან შედარებით. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ Red Bull-ის მომავალ პილოტს არც ტალანტი აკლდა. ამიტომ მისთვის ჯოს ჭკვიანური ინვესტიციის დაყვედრება უბრალოდ არასამართლიანი იქნება. მოიცა, როგორ მოხვდა ოკონი ფორმულა 1-ში? ალბათ იკითხავთ. Please welcome the big stars, Esteban Ocon. ახლავე მოგახსენებთ. ფრანგ პილოტს მხსნელად მერსედესი მოევლინა. გუნდმა დამწყები ესტებანის ფინანსური მდგომარეობა გაითვალისწინა და მას მხარდაჭერას დაჰპირდა. ასე მოხდა პერსპექტიული ფრანგი პილოტი მერსედესის ახალგაზრდული განვითარების პროგრამაში და უმაღლესი ლიგისკენ სვლა განაგრძო. 2014 წელს ის ფორმულა 3-ის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და 2016 წელს მანორ რეისინგის ფორმულა 1-ის გუნდსაც შეუერთდა. დღეს უკვე შემდგარ პროფესიონალს კი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე თავისი მშობლების თავგანწირვა არ დავიწყებია. If I go back to it now, როდესაც ვფიქრობ იმაზე, თუ რა გააკეთეს ჩემმა მშობლებმა და რას ვიზამდი მათ ადგილას, უბრალოდ არ მგონია მსგავსად გამერისკა. თუმცა მათ ჩემში რაღაც პოტენციალი დაინახეს. risk, ოკონის მაგალითი გვიჩვენებს, რომ თუ საკმარისად კარგი ხარ და თან რისკიც არ გაშინებს, მაშინ იღბალიც შენს მხარეს იქნება. თუმცა იმავე თქმა ნამდვილად გაგვიჭირდება აი ამ ადამიანზე, ნიკიტა მაზეპინზე, რომელსაც ფორმულა 1-ის ბოლიდის შენარჩუნებაში ვერც მამამისის სიმდიდრე დაეხმარა. გირჩევთ კარგად მოგალათდეთ. ყველაზე საინტერესო სწორედ ახლა იწყება. მოიცა. ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, როგორც ხედავთ 70%-ზე მეც არხი გამოწერილი არ გაქვთ. მოგწონთ თქვენი საქციელი? და ჩვენი ვიდეოები? გამოიწერეთ არხი და მოგვეცით დამატებითი мотиваცია. უფასოა. ნიკიტა მაზეპინი რუსეთის მდიდრულ ოჯახში დაიბადა. მამამისი დმიტრი მაზეპინი ქვეყანაში სასუქის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის ურალხიმის ყოფილი თავმჯდომარე გახდათ. ამერიკული Forbes-ის მონაცემებით, რუსი ოლიგარქის ქონება ამჟამად 2 მილიარდ ამერიკულ დოლარში ადგენს. როგორ შეძლო რუსმა მილიარდერმა თავისი უნიჭო შვილის ფორმულა 1-ში შეტენვა? დიახ, გაგიკვირდებათ და დიდი ფულის წყალობით. მაგრამ მოდით ისიც ვაღიაროთ, რომ თავიდან ნიკიტა რბოლებზე არც თუ ისე ცუდად ასპარეზობდა. 2011 წელს უმცროსმა მაზეპინმა რუსეთის კარტინგის ჩემპიონატი მოიგო. 2014 წელს კი მსოფლიო კარტინგის ჩემპიონატზე ლანდო ნორისის შემდეგ მეორე ადგილიც დაიკავა. ოლიგარქი მამიკოს წყალობით, ნიკიტა საუკეთესო საწვრთნელ გუნდებში ემზადებოდა და უახლეს ტექნოლოგიებზეც ჰქონდა წვდომა. დროდადრო რბოლებსა და პატარა ჩემპიონატებს იგებდა კიდეც. მაგრამ შემდეგ ფორმულა 3-ის დრო დადგა. სწორედ ამ დროს ჰუნგარორინგის ტრასაზე გამართული რბოლისას ნიკიტამ თავისი ნამდვილი სახე ყველას აჩვენა. So for those of you who don't know, როგორც გავიგეთ, ნიკიტა მაზეპინმა სახეში ორჯერ გაგარტყათ. twice. ერთხელ შემთხვევითობა იყო, თუმცა რაღაც მსგავსი მომხდარა. ნიკიტა პირველ მოსახვევში აგრესიულად შევიდა. შედეგი არ მოეწონა და ბოლოს მაინც მე დამარტყა. არ ვიცი, უკვე ფორმულა 2-ში ვარ და ყველა მაინც ამ თემაზე საუბრობს. ალბათ წარსული უკან დამყვება. What hit me?
ამის შემდეგ იყო ფორმულა 2-ის ჩემპიონატი, სადაც მოპოვებული რამდენიმე გამარჯვების მიუხედავად, მაზეპინმა საერთო ჩათვლაში მხოლოდ მეხუთე პოზიცია დაიკავა. მსგავსი შედეგებით მაზეპინის ფორმულა 1-ში მოხვედრის შანსი ძალიან დაბალი უნდა ყოფილიყო, თუმცა რუსმა პილოტმა საქმე ძალიან მარტივად მოაგვარა. ნიკიტამ ოლიგარქ მამიკოს თავისი სარბოლო გუნდის ჰასის დაფინანსება სთხოვა. ჰასი კი იმ დროს ვალებში ხრჩობოდა და შესაბამისად გარე ფინანსური მხარდაჭერა ჰაერივით ჭირდებოდა. მაზეპინის გუნდში აყვანა რომ ცუდი გადაწყვეტილება იყო, ამას ჰასი მალევე მიხვდა. რუსი მრბოლელი შეცდომაზე უშვებდა და იმის ნაცვლად რომ გუნდის წევრებთან ერთად გამოსავალი მოეძებნა, ნიკიტა ყველაფერს მათ აბრალებდა. უკავშირს ითხოვთ და გაწვდით. რაღაცები შევცვალეთ, თუმცა ყველაფერი ისევ არასწორად მუშაობს. ეს ის არაა, რაც მინდოდა რა. დიახ, ნიკიტა, ეს სწორედ ისაა, რის გამოც ხალხი ასე ძალიან ვერ გიტანს. ჰასი ბევრს ეცადა, რუს მრბოლელთან საერთო ენა გამოენახა, თუმცა ვერაფერს გახდა. საბოლოოდ გუნდის წევრებიც დანებდნენ და მათ ნიკიტა უბრალოდ თავის ნებაზე მიუშვეს. ყველა სხვა გუნდის ბოლიდის შემთხვევაში სავარცხლის უკანა ნაწილი დადაბლებულია. იქნებ ჩვენც იგივე გვეცადა. კარგი ვცადოთ. ყველა მრბოლელს ბოლიდის მართვის განსხვავებული სტილი აქვს. ასე რომ შენი თანაგუნდელის მიბაძვაც კი არაფერში წაგადგება. მაგრამ ნიკიტამ ხომ ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის. და შოუც დაიწყო. მაზეპინი ბოლიდს ვერ იმორჩილებს. წესით მისი საბურავები კარგ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. როგორ შეაჯამებდი დღევანდელ დღეს? ამაზე საუბარი არ მინდა. რთულია, ეს კაცის ფორმის არსება არ გძულდეს. მისი მთლიანი კარიერა დასაწყისიდან დასასრულამდე კატასტროფა იყო. ამიტომაც შეარქვეს სამარცხვინო მეტსახელი მაზესპინი. ეს სახელი მრბოლელის გვარისა და ინგლისური სიტყვა სპინის დატრიალების ნაზავია. სახელი, რომელიც მას დაუსრულებელი ავარიებისა ტრასაზე დატრიალებების გამო ძალიან უხდებოდა. ეს ნიკიტა მაზეპინია. რა თქმა უნდა, სხვა ვინ იქნება. უბრალოდ ეცადე მაზეპინს მოერიდო, გაიგე? მაგრამ მალევე აი ეს ამბავი დატრიალდა. Russian driver Nikita Mazepin. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების გამო ჰასმა რუსი მრბოლელი ნიკიტა მაზეპინი დაითხოვა. ასე დამგვარად, ნიკიტას ვერც მამიკოს ოლიგარქობა მუშველა. ჭირიკა, ხინიაკა, კატოიკა ფქვილიაკა. ესეც ერთი დიდი ზღაპრის კეთილი დასასრული. მოდით ახლა ვისაუბროთ რა ხდება, როდესაც ფული არ გაქვს, მაგრამ გასაოცარი ტალანტით ხარ დაჯილდოვებული. ისეთი ტალანტით, როგორიც მიხაელ შუმახერს ჰქონდა. Finishes in second place, so Michael Schumacher has finally put to bed that China jinx. He's got victory here. ჰიურტი, გერმანია. მიხაელის მამა როლფ შუმახერი მშენებლად მუშაობდა და კარტინგის ადგილობრივ ტრასას მეთვალყურეობდა. დედამის კი ტრასის მახლობლად პატარა რესტორანი ჰქონდა. მარტივად რომ ვთქვათ, იმ დროს შუმახერებს იახტის ყიდვის საშუალება ნამდვილად არ ჰქონდათ. მაგრამ მიხაელი ის ყველასგან განსხვავებული იყო. ახალგაზრდა შუმახერმა რბოლა პირდაპირ მნიშვნელობით ნაგვის ურნიდან დაიწყო. ის მდიდარი გუნდების მიერ გადაყრილ საბურავებს იხენებდა. მამამისი კი ნარჩენებისგან ბოლიდს აწყობდა. საინტერესოა ისიც, რომ მიხაელი თავისი კარიერის საწყის ეტაპზე გერმანიის სახელითაც არ ასპარეზობდა. რატომ? შესაძლოა შუმახერები შეძლებულები არ იყვნენ, მაგრამ ჭკუა ნამდვილად უჭრიდათ. Du startest für Luxemburg. Warum? ლუქსემბურგის სახელით ასპარეზობ. რატომ? გერმანიაში საკვალიფიკაციო რბოლები ძვირი ჯდება. გამოვარდნის შემთხვევაში კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსსაც ვკარგავთ. თუმცა ლუქსემბურგში ჩვენ ერთადერთი მონაწილეები ვარ და საკვალიფიკაციო რბოლებიც უფასოა. გენიოსები არიან, არა? გეგმა წარმოუდგენლად კარგი იყო იმ შემთხვევაშიც კი თუ მიხაელი რბოლას წააგებდა.
შუმახერი დაზღვეული იყო, მაგრამ მოვიტყუებით თუ ვიტყვით, რომ მას ეს სჭირდებოდა. რაც არ უნდა კარგად გაეთვალათ ყველაფერი, შუმახერის მამა რბოლების მზარდ ხარჯებს მაინც ვერ აუდიოდა. ამ დროს მიხაელი ადგილობრივმა ბიზნესმენმა იურგენ დილკმა შეამჩნია და მისი პირველი სპონსორიც გახდა. ახლა უკვე ფინანსური მხარდაჭერითა და ტალანტით გერმანელმა ლიდერობისთვის ბრძოლა დაიწყო. 1983 წლის გერმანიის ახალგაზრდული კარტინგის ჩემპიონატი შუმახერისთვის მარტივად გადასალახი აღმოჩნდა. მაგრამ ახალ სირთულეებთან ერთად ფინანსური საჭიროებებიც იზრდებოდა. შემდგომი ეტაპებისთვის ბოლიდებიც უფრო და უფრო ძვირდებოდა და მიხაელსაც ახალი გეგმა სჭირდებოდა. ალბათ რომ არა ვილი ვებერი, შემდგომში უკვე მისი მენეჯერი ახალგაზრდა გერმანელი ფორმულა 1-მდე ვერც მიაღწევდა. მისი ფინანსური მხარდაჭერით შუმახერი მთავარ საცდელ პოლიგონზე აღმოჩნდა. 1990 წელს ის ფორმულა 3-ის ჩემპიონი გახდა და ირლანდიელების ყურადღებას დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ შუმახერს ფორმულა 2-ის ეტაპი არ გაუვლია, რადგან ფორმულა 3-ში მისი დომინაცია იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გუნდებმა ის პირდაპირ უმაღლესი ლიგისთვის მზაბილოდად მიიჩნიეს. გერმანელი ტალანტით ამჯერად ჯორდანის გუნდის მფლობელი ედი ჯორდანი დაინტერესდა და 1991 წელს მიხაელისთვის ფორმულა 1-ის გარე უკვე ღია იყო. ძალიან მცირე დროში ბერტრან გაშოს შემცვლელი უნდა გვეპოვნა. იმ უქმეებზე კი შუმახერი თავისუფალი იყო. Schumacher was available this weekend. Michael Schumacher wins the Pacific Grand Prix. როგორც ამბობენ ხოლმე, დანარჩენი უკვე ისტორია. Michael Schumacher and he wins the German Grand Prix. There is the hero. 7 მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი. ზოგისთვის კი უბრალოდ ყველა დროის უდიდესი მრბოლელი. ახლა მოდი კვლავ ქერის ორმოში დავბრუნდეთ და კიდევ ერთი მდიდარი მამიკოს შვილი გავიხსენოთ. თუმცა არა მილიარდობით, არამედ უფრო ნაკლები 250 მილიონიანი ამერიკული დოლარის ქონებით. ეს ბრიტანეთის უდიდესი საინვესტიციო კომპანიის Hargreaves Lansdowne-ის თანადამფუძნებელი ადამ ნორისია, მაკლარენის ოქროს ბიჭუნას ლანდო ნორისის მამა. მაგრამ მოდით ნიკიტასგან განსხვავებით ნორის ტალანტი დავუფასოთ. ყოველ შემთხვევაში მოქმედ ჩემპიონს ცუც ვერაფერს ვაკადრებთ. მამის სიმდიდრე კი გარანტია იყო იმისა, რომ ახალგაზრდა ლანდოს წვდომა ყველაფერზე ექნებოდა. დაწყებული კარტინგი დასრულებული ფორმულა ჯუნიორში კარიერით. მაშინ, როდესაც მან მაღალი პოზიციებისკენ სვლა დაიწყო, ლანდოს შუმახერისგან განსხვავებით სპონსორების ძებნაც არ დასჭირვებია. შვილის ყველა შემდგომ საფეხურს უფროსი ნორისი თავად აფინანსებდა. 2014 წელი ლანდო ნორისი ბრიტანული კარტინგის ჩემპიონატისა და FIA-ის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. 2017 წელს ის უკვე ფორმულა 3-ში ირიცხება და მაკლარენის ახალგაზრდულ პროგრამასთან ხელშეკრულებასაც აფორმებს. მაკლარენმა დაინახა თუ რამდენად კარგი იყო ლანდო და ნორისმაც მოლოდინები გაამართლა. დაეხმარა მას მამის სიმდიდრე. შესაძლოა, თუმცა სხვა თუ არაფერი ადამ ნორის შვილისთვის ფორმულა 1-ის გუნდი მაინც არ უღიდია. ეს ისე შეხსენებისთვის. მოდით ეს ისტორიებიც უკან მოვიტოვოთ და სკუდერია ფერარის ბოლო მსხვერპლზე გადავიდეთ. რეკორდსმენ ჩემპიონ ლუის ჰამილტონზე. ჰამილტონის კონკიას ისტორია ალბათ ბევრს გსმენიათ, თუმცა სხვა მრბოლელების მსგავსად მისი ამბის მთავარი შემოქმედიც მამამისია. ლუისის მამა ერთდროულად 4 სამსახურში მონასავით მუშაობდა, რომ როგორმე შვილის ტალანტისთვის გზა გაეხსნა. რბოლებზე მოგზაურობის დროს კი ფულის დასაზოგად ღამეებს მანქანაში ათევდა. ამით ჰამილტონის წარსული ოკონისა და შუმახერის ბავშვობის წლებს ძალიან გავს. ეს ისტორია სებასტიან ფეტელსაც გვახსენებს. ვისი მამაც დურგალი, დედა კი დიასახლისი იყო, მაგრამ ისინი წესით ცალკე ვიდეოს იმსახურებენ. ჩვენ კი კვლავ ლუის დაუბრუნდეთ, რომელიც ლანდოს მსგავსად მაკლარენის ახალგაზრდულ პროგრამაში ჩაირიცხა.
ჰამილტონი მაშინ სულ რაღაც 13 წლის იყო, ანთებული თვალებით. ეს ნაპერწკლები კი რომ დენისს არ გამორჩენია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან კონცენტრირებული და თავდაჯერებულია. არის რამდენიმე თვისება, რომლებშიც მის დიდებულებას ვხედავთ. He needs to do to become the 2008 Formula One World Champion, Lewis Hamilton. ლუისი თავდადებისთვის მზად იყო, ტალანტიც ჰქონდა, დაფასებაც და დაფინანსებაც. ბრიტანელის წარმატება გარდაუვალი იყო, რაც მხოლოდ ფორმულა 1-ში მოხვედრით არ შემოიფარგლებოდა. ჰამილტონი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 7 ჯერ დაეუფლა და ამით ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს გაუთანაბრდა. მამამისი კი პატარა თუ დიდი გამარჯვების დროს გვერდიდან არ მოშორებია. ზოგადად ცნობილი ვარ იმით, რომ მოსახვევამდე მოხრუჭ ფეხს საკმაოდ გვიან ვაჭერ. მამა ჩემი რბოლებზე ტრასის გარშემო დადიოდა და მუდმივად აკვირდებოდა თუ სად ამოხრუჭებდნენ საუკეთესო მრბოლელები. იცით ვუთხარი ლუის, რომ შედარებით გვიან დამოხრუჭება გვეცადა. თუ სხვა პილოტი მოსახვევში შესასვლელად აქ, ამ ადგილას ამოხრუჭებდა, მამა ჩემი რამდენიმე მეტრს გადიოდა და მეუბნებოდა: ლუის, აი აქ უნდა და ამოხრუჭო და არა იქ, სადაც ის ამოხრუჭებს. ჩემი მრავალგზის ჩემპიონობა სწორედ ამ დეტალზე დაუზარებლად ვარჯიშმა განაპირობა. როდესაც ფინანსები ხელს არ გიწყობს, ნებისმიერ დახმარებას ოქროს ფასი აქვს. ჰამილტონისთვის მამა იქცა ფიგურად, რომელმაც მის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა. როგორც თავად ბრიტანელი ამბობს, მამამისი რომ არა დღეს ის არავინ იქნებოდა. Lewis Hamilton wins the British Grand Prix, his 104th victory ever. Absolutely brilliant. ახლა ჩვენი ვიდეო კიდევ ერთ მდიდარ მრბოლელზე საუბრით უნდა განვაგრძოთ. ეს ლენს სტროლია და ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი არა ის, არამედ მამამისია, მილიარდერი ლორენს სტროლი. თქვენ წინაშია კანადელი ბიზნესმენი, 4 მილიარდი დოლარის ქონებით. ეს სიმდიდრე მან ისეთი გლობალური ბრენდების წყალობით დააგროვა, როგორებიც ტომი ჰილფიგერი და მაიკლ კორსია. რაც შეეხება ლენს სტროლს, ის კარტინგითა და რბოლებით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. მოდით, ის ფაქტიც არ დავივიწყოთ, რომ ახალგაზრდა ლენსის განკარგულებაში მამამისის კუთვნილი მონ ტრემბლანის ტრასა და ძვირადღირებული ავტოკოლექცია იყო. ლორენს სტროლი მთლიან სარბოლო ტრეკს ფლობდა. მის ავტოფარეხში კი, რომელიც 180 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, 50 მილიონიან ფერარი 250 GTO-საც შეხვდებოდით. კარტინგის შეჯიბრებებზე სტროლი კერძო ვერტმფრენი დახავდათ. ლორენსმა შვილს საუკეთესო გუნდი დაუკირავა და ახალგაზრდა ტალანტი ფორმულა 1-ის ყოფილ მრბოლელს, პედრო დე ლა როსას მიაბარა. ამგვარად, სანამ სხვები გზას ჯუნგლებში იკვლევდნენ, სტროლს ყველაფერი ლანგარზე მირთმეული ჰქონდა. ლორენსმა მისთვის ფაქტობრივად პრემა რეისინგის გუნდი გამოიწყიდა. როგორც ამბობენ, ლენსის მამამ ფორმულა 1-ის გზის გასაკვალად 80 მილიონ დოლარამდე დახარჯა. ბოლიდი ბევრად შრომის მოყარე პილოტს აართვა და შვილს უბოძა. თუმცა ფულის მიუხედავადაც, ლენს უნდა დაემტკიცებინა, რომ ფორმულაში დარჩენის ღირსი იყო. სტროლმა კი თავის მხრივ გასაკეთებელი გააკეთა. 2014 წელს მან იტალიის ფორმულა 4-ის ჩემპიონატი მოიგო და პრემასთან ერთად 2015 და 2016 წლებში ფორმულა 3-ში გადაინაცვლა. სტანდარტულად, უმაღლეს ჩემპიონატში მოსახვედრად მრბოლელებს ფორმულას ყველა სერიაში თავის გამოჩენა სჭირდებათ. მაგრამ ეს სტანდარტულად. ხოდა ლენსმაც ეს გამოცდა მამიკოს ფულით ექსტერნად ჩააბარა. რატომ უნდა დახარჯოთ ყველა დრო, როდესაც შეგიძლია რომ მარტივად ჯიბეზე ხელი გაიკრა. მაგრამ თუ გონიათ რომ ლორენს სტროლი აქ გაჩერდა, ძალიან ცდებით. მაშინვე, როგორც კი ჩავთვალეთ რომ კაპიტანმა კანადამ საკუთარ თავს გადააჯარმა, მან Racing Point-ის გუნდი გაკოტრებისგან იხსნა. 2021 წელს Racing Point-მა ასტონ მარტინად იცვალა სახელი.
კონსორციუმის დაფინანსებას არ იკითხავთ? სტროლმა ამ ყველაფერში 182 მილიონი გირვანკა სტერლინგი ჩადოდა. შედეგად 2023 წელს მისი წილი ასტონ მარტინში 27%-ამდე გაიზარდა. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ლენსმანს ფორმულა 1-ში კუთვნილი ადგილი და ბოლიდი გარანტირებულად მიიღო. მაგრამ ჩვენ ლენს სტროლის მიმართ ალბათ ასეთი მკაცრები არ ვიქნებოდით. ბრიტანელ პილოტს ცოტა ტალანტი მაინც რომ ჰქონოდა. მამამის კი სინდისი. მაგრამ რა სიზამთ? ლენსიც დადგა და ნიკიტას მსგავსად ყველას თავისი ნამდვილი სახე დაანახა. ზუსტად ისე, როგორც მდიდარი მამიკოს გაზულუქებულ ბიჭებს ჩვევიათ ხოლმე. ეს ყველაფერი კატარში. 2023 წლის კვალიფიკაციაზე მე-17 ადგილის დაკავების შემდეგ მოხდა. სტროლი ბოლიდიდან გადმოვიდა, თუმცა ფორმულა 1-ში დასამალი ადგილი არა. ეს ახლა მხოლოდ პასუხის პოვნას ცდილობს. ხოლო როდესაც მას კვალიფიკაციის შესახებ კითხეს. როგორი ემოციები გაქვთ ახლა? რა გიშლით ხელს ბოლიდის მართვისას? არ ვიცი. როგორ შეცვლის ეს თქვენს განწყობას შაბათ-კვირისთვის? აპირებთ სპრინტში მონაწილეობას? უბრალოდ რბოლა განაგრძეთ. და საერთოდ, როგორ შეიძლება ვინმეს ეს ბიჭი მოსწონდეს? მიუხედავად ყველაფრისა, ლენსი ძალიან მშვიდადაა, რადგან იცის, რომ მამიკო ფორმულა 1-ის ბოლიდის სავარძელს თბილად შეუნახავს. ეს ჩვენ მოკვდავებმა ვიკითხოთ. ისე რას ფიქრობთ? აჯობეს სტროლებმა მაზეპინებს უნამუსობაში. რა სიზამთ? რეალობა ხშირად ასეთი მწარეა. ჩვენ კი ამ ვიდეოს დასასრულს კიდევ ერთხელ ვიტოვებთ იმედს, რომ ფორმულა 1-ის ლამაზ სამყაროზე თქვენი იმედები საბოლოოდ არ დაგვიმსხვრევია. მაგრამ თუ კვლავ ხავს ეჭიდებით, ჩვენი სიუჟეტის დასაწყისში რომ ვახსენეთ, ჯერ იმ ვიდეოს ჩაუჯექით და ფორმულა 1-ში თქვენი მოხვედრის შანსებიც მათემატიკური სიზუსტით გამოთვალეთ.